აბა როგორ ხართ ჩემო მეგობრებო? მოგიკითხავთ ტრადიციისამებრ დიდი სიყვარულით, მადლიერებით, პატივისცემით, განსაკუთრებით ჩემი არხის გამომწერებს, ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც არ იშურებთ უკ რეაქციას და ყოველთვის პოულობთ 24 საათში 2-3 წამს, რომ ან ლაიქი დასვათ, ან კომენტარი დაწეროთ. ეს ჩემთვის ძალიან ძლიერი სტიმული და მოტივაციაა. მოდით ახლა გავაკეთოთ ასეთი ტიპის გაშლა. ვინ ვერ გივიწყებთ, ვისთვის ხართ საბედისწერო ადამიანი. მამაკაცებისთვისაც არის ეს გაშლა და ქალბატონებისთვისაც პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი ისეთი ეგრეთ წოდებული ბრელოკები. ხედავთ ალბათ. შეარჩით პირველი, მეორე და დავიწყოთ. ნახოთ ვისთვის ხართ საბედისწერო ადამიანი, რომელსაც ვერ გივიწყებენ და ვერც აგივიწყებენ ვერასდროს, ხო? და რატომ ხართ? აი ესაა მთავარი კიდე. დავიწყოთ აბა. ვინ ხართ თქვენ? ვინ არის ის ადამიანი, ვინც ვერასდროს გიწყებთ და ვისთვისაც თქვენ, ასე ვთქვათ, მართლა საბედისწერო ადამიანად იქეცით მისი ცხოვრების გზაზე? რატომ ხართ მისთვის ამ ტიპის ადამიანი, ხო? რატომ გთვლით საბედისწერო ადამიანად, რატომ ხართ მისთვის მნიშვნელოვანი და რატომ მოგაწერთ ამ ხელა ძალას, ხო? და ამ ხელა მნიშვნელობას. და ახლა რა ხდება თქვენს შორის? მოდი ესეც ვნახოთ და თუ თქვათ, ვნახეთ, რომ ახლა არაფერიც არ ხდება და ასე ვთქვათ, პაუზა ან სულაც დაშორებულები ხართ უკვე დიდი ხნის, მაშინ უკვე დავამატებ ერთ არკანს მომავლის ენერგიებიც, რომ ვნახოთ. და ვნახოთ ახლა ჩემო კარგო ადამიანებო, თქვენ ვინ ხართ? ადამიანი, რომელიც სულ მუდმივ თავდაცვაზეა გადასული, ბევრი ატკინეს, ბევრი აწყენინეს, ბევრი იმედგაცრუება გამოიარა, ბევრი კონფლიქტი, დაუფასებლობა, უიღბლობაც, მოდი აი ასე ვიტყოდი, თამამად შემიძლია ეს სიტყვაც გავაჟღერო, მაგრამ ძალა მაინც დარჩა. აი ადამიანი, რომელიც როგორ ენერგიებში არის, იცით, აი თავისი განვლილი ცხოვრებიდან გამომდინარე, რომ აი ნებისმიერ დროს მზად არის როგორც თავდასხმაზე გადასასვლელად და თავდაცვისთვის, ასევე ეს სიკეთით მშვიდად და წყნარად რომ დახვდეს ადამიანს. ოღონდ ძალიან დიდ სიფრთხილეშია გადასული, ხო? ანუ მარტივად ვერავის ვერ ენდობა, კარსაც მარტივად არავის გაუღებს. ნახეთ, დააკვირდით თვითონ არკანსაც როგორი ის არის, ხო? ასე ვთქვათ, ილუსტრაცია. ამავდროულად არ გამოვრიცხავ, მეგობრებო, არ გამოვრიცხავ, რომ სხვების სიტუაციაშიც ძალიან თამამად, ანუ ცუდად ერეოდეთ კი არა. იმდენად აი სხვანაირი ადამიანი ხართ, იმდენად გაღიზიანებთ უსამართლობა, მოდი ასე ვიტყოდი, რომ აი სხვის გამოც შეიძლება ბრძოლაზე გადახვიდეთ. სხვების გამოც შესაძლოა ეგრეთ წოდებულ რაღაცა უსიამოვნებებში და გაურკვევლებებში გაერიოთ. სხვაჩვენს ძალიან კარგი განჭვრეტის უნარი გახლავთ, ძალიან გაქვთ, ძალიან სწორად იცით სიტუაციის დაგეგმვა და რეგენერაციის ძალიან მაღალი ხარისხი გაქვთ, ანუ უცებ იხდკენთ ენერგიებს და ამავდროულად ძალიან კარგი სულიერი მრჩეველი შეიძლება იყოთ სხვებისთვის. ახლა ვნახოთ, ვინ არის ის, რა ტიპის ადამიანია. ზომიერების არკანით ისე საკმაოდ საინტერესო ადამიანთან გვაქვს საქმე. არ ვიცი, მეგობრებო, ნუ ცეცხლის სტიქია გასაგებია და ძირითადად შეიძლება მშვილდოსანზე გადათამაშდეს. პროფესიით შესაძლოა იყოს დიპლომატი, რომელიც რაღაცა სიტუაციებს აალაგებს, ხო და აგვარებს გარკვეულ
ასე ვთქვათ, ობიექტებს შორის, ხო არ აქვს მნიშვნელობა ეს ობიექტი რა იქნება, ან ვინ იქნება. ამავდროულად შესაძლოა იყვნენ ამ სფეროს წარმომადგენლები, ნახეთ აი სპორტის სფეროდანაც შესაძლოა იყვნენ, მაგრამ განსაკუთრებით აი სადაც არის საჭირო ზუსტი, როგორ გითხრათ, აი ზუსტი მეცნიერებები, აი მათემატიკოსები, ფიზიკოსები, სადაც აი ბალანსი, ზუსტი საყრდენის პოვნახვა, აი ზუსტი ვერ პოვლობ იმ სიტყვას, რისი თქმაც მინდა. აი სიზუსტე სადაც მნიშვნელოვანია, სადაც თითოეული დეტალი რაღაცას წყვეტს, ხო? სხვათა შორის არ გამოვრიცხავიყვნენ IT სფეროს წარმომადგენლები, ასევე ხელით შრომავისაც უწევს, ხო? აი ესეთი ადამიანი, არ ვიცი, შესაძლოა ხელოსანიც იყოს, ან არქიტექტორი, აი ესეთი სფეროების წარმომადგენელი. ამავდროულად, ნახეთ, თვითონ არის ძალიან მშვიდობის მოყარე. ხიბლავს სტაბილური ესეთი ურთიერთობები, სადაც აი არ არის გადაჭარბებული არაფერი. ამისი არ არის ეს დრამები და ეს რაღაცა სცენები და თუნდაც ზედმეტი მხიარული. აი ყველაფერში უყვარს სიმშვიდე. აი სადაც თავდაჯერებულობა ლად გრძნობს თავს, ხო? ძალიან მარტივად ჭრის პრობლემებს. ამისთვის არ არის ის მომენტი, რომ ვაიმე ხარ ას როგორ და რანაირად უნდა მივხედო. სხვათა შორის აქვე აი სიზუსტის მეცნიერებები, რომ თქვი ბუღალტრებით შეიძლება და ეკონომისტები მიყურებდეთ, ასევე სოციალური სფეროს წარმომადგენლები, ქიმიკოსები, ფიზიკოსი ვთქვი, წეღან და მათემატიკოსი, ხო? აი აფთიაქის თანამშრომლებით შესაძლოა იყოთ და ბალანსი აი უწონად ავიასფეროს წარმომადგენლებიც. საჰაერო თემები. ნახოთ ახლა რატომ ხართ ამ ადამიანისთვის საბედისწერო, ანუ რა ნახა თქვენში ისეთი, რომ თქვენ მისთვის საბედისწერო ქალი გახდით. ან მამაკაცი, ხო არ აქვს მნიშვნელობა, საბედისწერო ადამიანი, რომელსაც ვერასდროს ვერაფრით დაგივიწყებთ. და ახლა რა ხდება თქვენს შორის, ხო? თუ გინდათ ერთი არკანი დავამატოთ, რა იყო თქვენს შორის, მაგრამ ახლა რა არის თქვენს შორის, პრინციპში მაგითით შემიძლია უკვე ეგრეთ წოდებული ორიენტირი ავიღო. 6-იანი პენტაკლებით, მეგობრებო, არ ვიცი, შესაძლოა რაღაცა სამსახურებრივი სფეროს ში გქონდათ გადაკვეთა. შესაძლოა რაღაცა თანხასთან დაკავშირებით გქონდათ ყოველ შემთხვევაში. აი ისეთ სფეროში შეხვდით რა ერთმანეთს, სადაც ან კარიერა იყო, თქვენი კვეთის წერტილი, ან ვთქვათ რაღაცა ფინანსური მომენტი. ოღონდ ძალიან ისეთი, აი როგორ გითხრათ, დაბალანსებული ურთიერთობა გქონდათ, აი ზუსტად ის რა ბალანსიც ამას უყვარს და ხიბლავს, ხო, და რაც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ერთმანეთს ეხმარებოდით, მოდით ერთმანეთს აი იცით როგორ ვთქვათ, ერთმანეთს გზას უკვალავდით. შესაძლოა ძალიან ბევრ საჩუქარს ჩუქნიდით ამ ადამიანს. ბევრი რაღაცით ხელი გაუმართეთ. იმაზე მეტიც კი გაუკეთეთ შესაძლოა, მიუხედავად იმისა, რომ ამას ბალანსი უყვარს. შეიძლება აქ ბალანსიც დაირღვა იმ ნაწილში, რომ თქვენ ძალიან ბევრ რაღაცას უკეთებდით. არ ვიცი რატომ მომდის ეს ინფორმაცია აი დავამატებთ ერთ არკანს, მაგრამ მე მგონია, რომ თქვენი მხრიდან უფრო გადამეტება იყო პატივისცემის ამ ადამიანის მიმართ, ან მისი მხრიდან. ხო, არა, ბოდიში მაპატიეთ თქვენი მხრიდან, ან მისი მხრიდან. ნუ აი საჯაროა გაშლა, მეგობრებო, და ცოტა რთულია, მაგრამ აქ კი მომდის ეს ენერგია, რომ თქვენ ფულსაც აი რომელიღაცა მხარე რა მოკლედ საჯაროა გაშლა და ეხლა ცოტა რთულია თქმა რომელი მხარე, მაგრამ აქ მეტ რესურს გასცემდა ერთ-ერთი მხარე. მეტ ასე ვთქვათ ენერგიებს დებდა. უფრო მგონია, რომ თქვენ გასცემდით და იმიტომ ხართ ესე ჩარჩენილი მის გონებაში. თქვენ ერთგვარი წარმატების თილისმა იყავით ამ ადამიანისთვის. შეიძლება როცა ერთმანეთს შეხვდით, ეს ადამიანი აბსოლუტურად არაფერს წარმოადგენდა. შეიძლება ფინანსური პრობლემებიც ჰქონდა, კრედიტები ჰქონდა, არ ვიცი, ცხოვრება აღარ უნდოდა, საკმაოდ მძიმე ტრანსფორმაციულ სიტუაციაში იყო.
არ იცოდა წინ რა იქნებოდა, რა მოხდებოდა და უცებ ესე თქვენი სახით ისეთი გზამკვლევი იპოვა, რომელმაც აი როგორ აგიხსნათ, არ ვიცი, მთელი წითელი ხალიჩა დაუგო წარმატებისკენ, კომფორტისკენ, წინსვლისკენ. არ გამოურიცხავ მეგობრებო, რომ რაღაცა ნაწილში თავის დაუნებურად გაუცნობიერებლად თქვენი წარმატებაც მოიპარა და წაიღო. ისე კი არა რომ ანუ ვიქურდა ხო გესმით? აი გაუცნობიერებლად და თქვენ ამაზე ნება მიეცით. თქვენც ასევე გაუცნობიერებლად. ეს ადამიანი თქვენ აი როგორ აგიხსნათ, ძალიან რთული იქნება ამ ადამიანის მხრიდან თქვენი დავიწყება. ისეთი რაღაცები ახსოვს და დღეს თქვენს ურთიერთობებში რა არის რომ ვკითხულობ. ნახეთ. გრძნობები დარჩენილია. ძალიან ისეთი ჯერ კიდევ კი არა და შეიძლება გაქვთ ურთიერთობაც ერთი წამით ორ არკანს დავამატებ, იმიტომ რომ აქ ხისტი არკანი ამოვიდა. არა. მანძილია ახლა თქვენს შორის. არა. აქ გაფუჭებულია ურთიერთობა დასრულებულია აქ. მაგრამ გრძნობები დარჩენილი აქვს. და სხვათა შორის არ გამორიცხავს უკან დაბრუნებას, არ გამორიცხავს ერთ-ერთ გზად თქვენამდე მოსასვლელ გზას. აი როგორი მომენტია მეგობრებო, იცით, ავადმყოფობამდე მისული, აი თითქოს არ ვიცი, მიწა რომ მოვთხარო, აი ის მირჩევია, ვიდრე ამ ადამიანზე ვიფიქრო, აი ესეთი ენერგიები მოდის. როგორ გითხრათ, დღეს შორს ხართ. არ ვიცი, შეიძლება გეოგრაფიული სიშორეც ძალიან აქტუალური იყოს თქვენს ნაწილში. იქიდან გამომდინარე, რომ ვარსკვლავის არკანით მანძილი შესაძლოა რეალურად არსებობდეს, მაგრამ თუ თქვათ გეოგრაფიულად ერთ ქალაქში ხართ ან ერთ სიტუაციაში ხართ, არა აქვს ამას დიდი და არსებითი მნიშვნელობა. ფაქტი ის არის, რომ თქვენ შორის ახლა და ამ ეტაპზე ურთიერთობა არ არის. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აი ემოციური ბმა და ენერგეტიკული ბმა ხო არ აქვს საერთოდ გაწყვეტილი. და ამის მიღმა კიდევ დაშვებას აკეთებს, რომ თქვენთან შეიძლება ისევ დაბრუნდეს. აი თქვენ იცით როგორი ქალი ხართ, რაც არ უნდა გატკინოთ, რაც არ უნდა გაგიფუჭოთ, ხო? რაც არ უნდა გაბრაზდეს თქვენზე, აი ახსოვ ხართ როგორც ან მამაკაცი ხართ, არ აქვს შრომა, მამაკაცებიც ხომ იყურებთ. აი ადამიანი, რომელმაც ის ტკივილისთვის არ გაიმეტა, რომელმაც უბრალოდ გაუშვა, რომელმაც არც სკანდალები მოაწყო, არც აი ესეთი ჩვეულებრივი სტანდარტული ქმედებები არ გახასიათებდათ, მოკლედ რა ამისი თქვა მინდა. ანუ არა, კი ბატონო, მე შენს გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, კარგად ბრძანდებოდე, ხო? აი რა ძალიან მშვიდად, წყნარად, ყოველგვარი გართულებების, ყოველგვარი პროტესტების, ყოველგვარი დაძალებების გარეშე. და აი ალბათ ამან უფრო კიდე მეტი, ასე ვთქვათ, ეს კიდე უფრო მეტი თქვენი ქმედება და ქცევა უფრო მეტი ინდიკატორი იყო იმის, რომ აი ესე ჩაებეჭდეთ პირდაპირ მნიშვნელობით სულში და გონებაში. აი ეგოსუნით გაჟღენთილი ქალი არ იყავით რა ამისთვის თქვენ. არა. აი უფრო ბუნებრივი, უფრო აი როგორი ადამიანი იყავით, იცით რომ აი ესეთი მესადღა უნდა ვნახო. შეიძლება ეცადა კიდეც სხვა ადამიანებთან ურთიერთობას, არც ამას არ გამოვრიცხავ. ცადა რაღაცეები სხვანაირად დაავაგებინა, მაგრამ აი არ ვიცი. არა. ვერ წაგშალათ. მილიონი წყალი რო გადაასხას და არ ვიცი სულ შამპუნით და საპნით ხეხოს ეს ყველაფერი, ხო? თავის ცხოვრებაში აი ამას რო ვერ გამოიტანს. აი, ნახოთ აბა ერთი არკანი დავამატოთ ახლა. მომავლის ენერგიებში რა იქნება.
რა საინტერესო. გეტყვით ახლა რა ამბავია აქ მეგობრებო, არა. ამას დაბრუნება გადაწყვეტილი აქვს. ნახეთ, აი, იცით როგორი ადამიანია, ხო წასულია. შეიძლება წლებიც არ გაქვთ ერთმანეთთან ურთიერთობა, მაგრამ ეს იცით როგორ თვლის, რომ აი, როგორც მთვარე მიდის ხოლმე, ხო იცით? ოღონდ კი არ გვემშვიდობება, დროებით იმალება და იმისთვის, რომ მე ისევ მოვიდეს, ხო? აი, ეს ეგეთი ენერგიით არის წასული რა. არა და თქვენ როგორი ხართ ამისთვის, იცი? აი, არ დარჩით, მაგრამ შერჩით. მის კანს, მის გონებას, მის არ ვიცი, კინესთეტიკურადაც რო აი შეხებითაც რო ახსოვს ყველაფერი, როგორ გითხრა, ერთი დიდი ბიბლიოთეკა რო ამის ხელის გულებზეა ჩახუტებისას ანანანანან. აი, როგორი იცით? აი, არაფერი სტანდარტული, თუ ურთიერთობაც გქონდათ ერთმანეთთან, ეს არ იყო ჩვეულებრივი ურთიერთობა, ჩვეულებრივი ინტიმიც არ იყო. აი, ეს იყო აბსოლუტურად სხვა რაღაცა. აი, როგორ გითხრა, აი, ენერგიების ერთმანეთში გადასვლა ისედაც სხვა და ასედაც არის, არა სულ რომ არ ვიცი, ვიღაც შემხვეთთან ერთხელ ნანახთან გაიაროს ვიღაცამ, ამდენი არ ესმის ბევრს, თორე იქაც ენერგიების გადაცვლაა, მაგრამ აი, იცით როგორი ურთიერთობა იყო, აი, ყველაფერი რაც გადადიოდა, რომ რჩებოდა, აი, მეხსიერების დონეზე რომ ილექებოდა. ეს არ იყო ჩვეულებრივი უბრალოვნება, ეს იყო გრძნობებით გამოწვეული რაღაცეები. მაგრამ როგორი მომენტია, იცით ფიქრობს, თუმცა იცის რომ რაც გატყდა ის ვეღარ შეწებდება. იცის რომ თქვენ რაკი გაუშვით და დათმეთ. გინდა მამაკაცი იყოთ და გინდ ქალი, ხო? ოღონდ აქ თქვენი მხრიდან მეტი იყო, თუ თქვენი მხრიდან რესურსი მეტი არ იყო ჩადებული და ის უფრო მეტს აკეთებდა, მეტს გწერდათ, მეტს ხარჯავდა, მეტს საჩუქარს ყიდულობდა, ხო? თუნდაც თანხის ნაწილში გჩუქნიდათ და თქვენ ლარიანი არ მიგიციათ მისთვის, იცოდეთ, რომ აქ ეს თქვენი გაშლა არ არის უბრალოდ, ხო? აქ უფრო მიჩანს, რომ ის უფრო სწორედ მოიცათ თქვენი არ არის ეს გაშლა, მაპატიეთ სწორად თქვი, კი. ანუ თუ თქვენ არ ახარჯებდით, ვინც მიყურებთ ახლა, ხო, უფრო მეტ რესურსს ემოციური იქნება, მატერიალური ასე შემდეგ. მაშინ ეს თქვენი გაშლა არ არის. იმიტომ რომ აქ ცალსახად, აი, თქვენი გადასახედიდან ვინც მიყურებთ, ისინი ახარჯებდით და თქვენ თუ ეს თქვენ ცხოვრებაში არ გქონიათ და პირიქით ის მეორე ადამიანი უფრო მეტ ცდებდა ამ ურთიერთობებში, მაშინ ჩათვალეთ, რომ ეს თქვენი გაშლა არ იყო. ნახოთ ახლა მეორე ვარიანტში. ნახოთ ახლა მეორე ვარიანტში. ვინ ხართ თქვენ? ვინ არის ის, ვისაც არასდროს დაავიწყდებით და ვისაც საბედისწერო ადამიანი ხართ? რატომ? რის გამო ხართ ასეთი ადამიანი იმისთვის და ახლა რა ხდება თქვენს და მას შორის? 10-იანი პენტაკლები, თქვენ ვინ ხართ? მეგობრებო, არ გამორიცხავთ, თქვენ ოჯახი გქონდეთ, თუ ახლა არ გყავთ, ყოველ შემთხვევაში დიდი ალბათობით შესაძლოა გქონდათ კიდეც, თუ არა, ყოველ შემთხვევაში ბავშვები მაინც გყავთ, შვილიშვილები გყავთ, ან შვილები გყავთ. აქ აი შემიძლია გითხრათ, რომ უკვე ესეთი ფესვგადგმული, ჩამოყალიბებული ურთიერთობის ნაწილით ხართ წარმოდგენილი. გააქვთ უკვე თქვენი, ასე ვთქვათ, სივრცე, თქვენი კუთხე,
სიტუაცია და ადგილი, სადაც მოკლედ აი როგორ გითხრათ, არ ვიცი. ყველაფერი მის ადგილზეა, ხო? პასუხისმგებლობები უკვე გაცნობიერებული და აღებული გაქვთ. ნუ მიწის-სტიქია გასაგებია და დიდი ალბათობით ქალწულებზე უფრო მეტად გადათამაშდება. შესაძლოა სამეურნეო ბიზნესი გქონდეთ რაიმე სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული, ასევე შესაძლოა იყოთ სოციალური სფეროს წარმომადგენლები, ასევე მუზეუმის თანამშრომლები შესაძლოა იყოთ, ასევე შესაძლოა იყოთ რაღაცა საოჯახო ბიზნესით დაკავებული ადამიანები. ყოველ შემთხვევაში ადამიანები, რომლებსაც საკმაოდ კარგი შემოსავლები გაქვთ მემკვიდრეობითაც შეიძლება საკმაოდ კარგი ასე ვთქვათ დოვლათი დაგრჩათ, საკმაოდ კარგი კონტაქტების მქონე ადამიანი უნდა ბრძანდებოდეთ, უნდა ოჯახებული ეს თავიდანვე გითხარით, რომ შესაძლოა იყოთ საგვარეულო ხაზიდან საკმაოდ დიდი მხარდამჭერა გექნებათ, ეს ისე მიღმიერი რაღაცებიც რო გავაჟღეროთ, ხო? და აი თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახური უსაფრთხოება, სტაბილურობა, ტრადიციები, აი ეს რაღაცა ღირებულებები, ხო, კონსერვატიული მიდგომებით შეიძლება გქონდეთ, მაგრამ ცოტა სევდისკენ მიდრეკილებიც იყოთ. ის ადამიანი ვინ არის? ცხრიანი პენტაკლები. ნუ ახლა რომ გითხრათ, რომ დიდად განსხვავებული ენერგიაა, თქო ვერ ვიტყვი. თუმცა ცხრიანი პენტაკლებით არ არის მაინც და მაინც აუცილებელი, რომ მას ახლა შვილები და შვილიშვილები ეხვიოს თავზე. თუმცა არც ამას გამოვრიცხა. ცხრიანი პენტაკლებით ისეთ საკმაოდ შემდგარი, საკმაოდ წარმატებული ადამიანი, ესეც მიწის-სტიქია და ესეც რატომღაც უფრო მეტად შეიძლება ქალწულზე გადათამაშდეს, თუმცა ანუ იქ თხის გადასხვა ხო ეგეც გასაგებია, მაგრამ აქ უფრო მეტად შეიძლება ამ ნიშანზე გადათამაშდეს. შესაძლოა იყოს ექიმი, შესაძლოა სოფლის მეურნეობით იყოს ესეც დაკავებული. ასევე ოქროს ბირჟა რაღაც ესეთი საქმე, ან თავისი ლომბარდი ქონდეს რაღაცა მცირე საოჯახო ბიზნესი, ან მცირე მეწარმე იყოს, არც ამას გამოვრიცხავ. ოღონდ ადამიანი, რომელიც აი მაქსიმალურად ილტვის დამოუკიდებლობისკენ, წარმატებისკენ, სხვა შორის უყვარს ფუფუნება. ფუფუნების საგნები, ქონების დაგროვება, ძალიან ისეთი გრაციოზული და ელეგანტური ადამიანი უნდა იყოს. მამაკაცი ქალი არ აქვს მნიშვნელობა, ხო, ან მამაკაცებიც მიყურებთ, ქალების თქვენს თავზე გადათამაშეთ და მოარგეთ. აი ძალიან დახვეწილი, სხვა შორის ძალიან კარგი იუმორის გრძნობა შეიძლება გქონდეს და თვითკონტროლიც ისე კარგად გამოსდიოდეს. და რატომ ხართ მისთვის? ოხო რატომ ხართ მისთვის საბედისწერო ადამიანი? რატო ამ ქონების დაგროვებაში დაეხმარეთ? რამე გადაუფორმეთ და აჩუქეთ თუ რა ხდება? ხუმრობა იქით მეგობრებო და არა მე ამას აუცილებლად უნდა დავამატო არკანები, იმიტომ რომ ნახო რატომ რის გამო ხართ ამდენად მნიშვნელოვანი მისთვის, თუმცა ჯერ ამ არკანზე შევჯერდეთ, ხო? თქვენ შესაძლოა მას რაღაც ახალი ფინანსური არხები და გზები გაუხსენით, ახალი ბიზნესის დაწყებაში დაეხმარეთ, არ ვიცი რაღაცა ფინანსების მოძიებაში დაეხმარეთ, რაღაცა ინვესტიციაში, ხო? შეიძლება სასარგებლო კონტაქტები დააკავშირეთ, ეს აგერ აქ ხო გითხარით, რომ თქვენ საკმაოდ ცივი სპექტრი ყავთ სანაცნობოსი. ყოველ შემთხვევაში ან შეიძლება სამსახურში თქვენს დაქვემდებარებაში შემოდიოდა ეს ადამიანი და თქვენ დააწინაურეთ. ყოველ შემთხვევაში გზა გაუხსნით ბარაქისა და სიუხვისკენ. ეს არ ვიცი რამდენად მადლიერია ამ ნაწილში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თვითონ გადასარევად იცის, რომ ეს ყველაფერი თქვენი დამსახურებით არის. გასაგები სხვა კი ბატონო, სწორად გამოვიცა. ой-ой-ой, ზუსტად დამეხატა ახლა მე აქ სურათი. ახლა გეტყვით რა ხდებოდა აქ. ნახეთ. ეს ადამიანი არც მეტი არც ნაკლები, შესაძლოა თქვენთან ოჯახს გეგმავდა, ოღონდ არ ამბობდა. აი ხომ არიან ესეთი ტიპის ადამიანები, ქალებიც და კაცებიც, ჩემთვის ცოტა გაურკვეველი წარმოშობის ხალხია, რატომ არ უნდა ვთქვა ის,
რასაც ვფიქრობ, რასაც ვგრძნობ, რატო უნდა დავმალო, რატო იმ მაშინ დამაფასებ, როცა როლში ვდგავარ კეკლუცობ და რაღაცა მოკლედ სიტყვებს ვწონი და სარკეში ღიმილს ვაკონტროლებ ნეტა ახლა სტუდიაში ასე რომ ავწიო, უფრო ლამაზი იქნება და ეს თვალი ასე რომ გავახილო, თუ რა უბედურებაა. ნატურალური, ბუნებრივი ქმედება და საუბარი რატო უნდა იყოს უფრო დაუფასებელი, ვიდრე ვთქვათ ვიღაცა რაღაცას, რომ არ ვიცი, მართლა დაწერილი სტანდარტებით ჩვენ ცხოვრებაში, ჩვენს ეპოქაში ხო ძალიან ისეთი მოდაში შემოვიდა პროტოკოლები და გაიდლაინები ყველასა და ყველაფერში, ხო და ესე აჭრილ თარგზე რატო უნდა იმოქმედოს ყველამ, ხო აი ეს მე ვერ მესმის და ვერასდროს ვერ გავიგებ და სულ მიკვირს ხოლმე ქალებისაც მამაკაცებს, მაგრამ არიან ესეთები, არ ვიცი. ძალიან ძიმე ბავშვობისეული ტრამბები აქვთ, თქო, ვიძახი ხოლმე და რაც თვითონ ასე ვთქვათ ეტკინათ, მე ცდილობენ რომ ესე სხვასა ესე ატკინონ და მოკლედ ამითის ღებულებენ სიამოვნებას, თითქოს ასე მგონია მე. სხვა შემთხვევაში რატო აი მაზოხიზმისკენ და სადიზმისკენ კომბინაციაში მიდრეკილები რომ არიან, ხო, რაღაცა სიმბიოზი რომ არის. აქ ეგეთი შემთხვევა გვაქვს. აქ მეგობრებო არ გამოვრიცხავ. დაშორებული წყვილიც იყოთ, შეიძლება უკვე ყავდათ ოჯახი და გაშორებულები ხართ და შვილები გყავთ. და დღეს ეს ურთიერთობა განულებულია, თქვენ ერთმანეთთან არაფერი აღარ გაკავშირებთ აბსოლუტურად, თუმცა ქურუმი ქალის არკანი აქ მე რატომღაც ესეთ ინფორმაციას მაძლევს, რომ აქ თქვენ იყავით მესამე პირი ამ ურთიერთობაში და შესაძლოა აქ ბავშვიც გყავდეთ. ისეთი რომელიც არაოფიციალურად ხო არ იცოდეს იმან, ამასაც არ გამოვრიცხავ ვიღაცეებზე. მაგრამ დღეს ეს ურთიერთობა всё გაჩერებულია აბსოლუტურად. კაი, მოდი ახლა იცი რა მითხარი, რის გამოა კიდე ეს საბედისწერო ქალი შენთვის. ეს მთელი ამბავი რომ მომიყევი, კი ბატონო, მადლობა. სხვა შორის დღეს ოჯახი აქვს თვითონ ამასაც. არ გამოვრიცხავ თქვენი ურთიერთობის მერე შექმნილი ოჯახი ჯინზე და ჯიბრზე. ეს ძალიან ბევრზე გადათამაშდება და აკვირდით რაც ვთქვი. გეუბნებით თქვენ ამ ადამიანს აქ გრძნობები მანახე აბა. რომელი გრძნობები ჩახმალულ ჩახანჩლული. მეგობრებო, თქვენ ამ ადამიანისთვის იყავით, აი როგორ გითხრათ, გრძნობებიც იყო, თლად ემოციების გარეშე არ იყო ეს ურთიერთობა და გრძნობის გარეშე, მაგრამ აქ უფრო მეტი ფსონი მოდიოდა თანხაზეც არა, ნახეთ, აი თქვენ იყავით რაღაცა ნაწილში მისთვის გზის მიმცემი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შეიძლება საჭირო ადამიანებს დააკონტაქტეთ, შეიძლება ტრამპლინი გაუკეთეთ სამსახურში დააწინაურეთ, არ ვიცი, ყველაფერი გაუკეთეთ, რის გაკეთებაც შეიძლება და შეიძლება საკუთარ თავს არ უკეთებდით იმდენიც, რამდენიც ამ ადამიანს. და ძალიან აი, იცით როგორ ადამიანად ახსოვ ხართ, გინდ მამაკაცი მიყურებდეთ და გინდ ქალბატონი. სიცოცხლის ელექსირი, აი დაახლოებით ესეთი, აი მე იმ ქალთან ცოცხლობდი, ხო, იმ ქალთან ყოველი დღე მიხარო და ან იმ მამაკაცთან, არ ვიცი, არა აქვს ამას მნიშვნელობა. თქვენს თავზე მოიგეთ, ხო? აი, არ ვიცი, მაპატიეთ ახლა ეს რაც უნდა ვთქვა, მაგრამ სულ სურვილატანილი დადიოდა შეიძლება თქვენს გარემოცვაში, ანუ აი, არ ვიცი, პატარა 17-18 წლის ბავშვის ჰორმონების ტრიალ-ბზრიალი ქონდა შესაძლოა ორგანიზმში. იმდენად ცეცხლოვანი ადამიანი ხართ თქვენ მისთვის, ის თქვენ ვერასდროს ვერ დაგივიწყებთ, ცოლთან კი არა. 9 კაცთან რომ იყოს, მით უმეტეს თქვენ თუ ურთიერთობა გქონდათ, ხო? აი, ეგეთი ურთიერთობა ვერავისთან ვერ ექნება. გამორიცხული თემაა რა. ეხლა რა ხდება თქვენ შორის? ნუ ახლა სხვა არკანი რო ამოსულიყო, გამიკვირდებოდა კიდეც. არაფერი. სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ აქ შეიძლება საერთოდ კონტაქტი და კომუნიკაცია კი არა, ბლოკებში ყავთ ერთმანეთი და გახსენებაც არ გინდათ ერთმანეთის. ხსენებაც არ გინდათ. და უფრო ტკივილი მოსდევს ამ ყველაფრის გახსენებას და გააზრებას. არა მეგობრებო, აქ აღარაფერიც აღარ ხდება, ყველაფერი გაფუჭებულია, ყველაფერი განადგურებულია.
ეს შესაძლოა ხო გეუბნებით აი არ ვიცი 9 ცოლის მიღმა კიდე ქვეყანა ხალხი ყავდეს მაგრამ არაფერი მაინც ამ თქვენს უკანა წარსულის გზას გამოხურებს და ხვდება თავის ძალიან ბევრ შეცდომას ხვდება აი იცით როგორი მომენტი აქვს თითქოს თქვენ მისთვის იყავით მთელი სამყარო კი არა აი მთელი galaktika არ ვიცი სხვა პლანეტელი ვეღარავის ვეღარ გადარებთ გრძნობა აქვს დარჩენილი კი არა დუხს და გადმოდუხს რა საინტერესოა ერთი იმ ქალთან რა აქვს ვისთანაც არის ან იმ კაცთან ვისთანაც არის ეს რა არის რეები გადმოიყარა თავისთან ну რა უნდა კონდეს ოჯახი აქვს გასაგებია ფინანსური მიმოცვლა თავისთ გადმოფრინდა ეს ერკანები ნაძალადევად არის იქ და ენგრევა თავზე ყველაფერი ოჯახი დგას მაგრამ გვირგვინი მოგლეჯილი აქვს არაფერი კარგი და საუკეთესო ხო რას ვიზავთ ასეც ხდება რაღაცა ვიღებ არკანებს იქნება ვინმე მითხრას დედა როგორ ენატრება ის წარსული ნოსტალგიები აი არ ვიცი სასწაული შემოტევები აქვს ზოგჯერ აქვს აი არ ვიცი სასწაული აი რამის რომ ავდგე და წავიდე აი რაღაცა ესეთი სურვილი და ჟინი რო გაუჩნდა ხო ვთქვი აი ვთქვი და არკანიც ხო რომ აი ერთი სული აქვს რომ აი წავალ და აი ეს აგრესიაც აწვება თავის თავზეც ბრაზდება სიტუაციაზეც ბრაზდება ყველას და ყველაფერზე ბრაზდება მაგრამ იცის რომ არაფერი არ გამოვა იცის რომ ძალიან ბევრი შეცდომა აქვს დაშვებული და დაბრუნების აზრს უბრალოდ ვეღარ ხედავს ხო ну რას ვიზავთ კარგით ჩემო კარგო ადამიანებო მადლობა მეორე ვარიანტსაც დაგემშვიდობებით ნახვამდის